ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ამის თაობაზე განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესპიკერი ავრცელებს. განცხადების თანახმად ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან. ეს კიდევ ერთი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკური დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური გზით მოგუდვას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და დასჯას. სამოქალაქო ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, ისინი დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენს წარმოადგენენ. წლების განმავლობაში საქართველოს სიცოცხლის უნარიანი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელ ძალად იქცა და თავისი მოქალაქეებისათვის ხელშესახების სარგებელი მოიტანა. ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს მედეგი და მამაცი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომელიც მიუხედავად ხელისუფლების მზარდი რეპრესიებისა განაგრძობს მოქალაქეთა სამსახურში ყოფნას. ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ქართული არასამთავრობო სექტორი ყოველთვის იდგა საქართველოში დემოკრატიის სადარაჯოზე, დემოკრატიისა, რომლის მთავარი მტერი არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. ბუნებრივია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის პარტნიორებად და მათი რეაქცია არის ადეკვატური. ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილის რეჟიმს იმის შესაძლებლობას, რომ არ აგოს პასუხი იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან და რომ საქართველოში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი. ევროკავშირის განცხადება არის ძალიან ბუნებრივი. მე სხვა მოლოდინი არ გქონდა, რომ ევროკავშირი სხვა ტიპის განცხადებას გააკეთებდა, იმიტომ რომ რეალურად ისინი ხედავენ თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება ყველა ბერკეტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია წინა საარჩევნო პროცესში და ყადაღის დადება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშებზე სწორედ ამას ემსახურება. ამიტომ ძალიან ბუნებრივი რეაქცია აქვს ევროკავშირის წარმომადგენლებს. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში დასავლეთს ებრძვის და მისი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა არის აი ამ ენჯოშნიკებთან ბრძოლა. თუმცა მეორე მხრივ მე დასავლეთს ვურჩევდი, რომ ფსონი დადონ სწორ ხალხზე, იმიტომ რომ ფსონის დადება ენჯოშნიკებზე ზოგადად ამ ქვეყანაში ყოველთვის არასწორი იყო იმ რეპუტაციიდან და იმ როგორ გითხრათ რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც NGO სექტორს საქართველოში გააჩნდა. ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა ჩვენთვის მისაღები არ არის და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვერ ავყვებით. არც ერთ სიტყვას არ ამბობს იმის თაობაზე, რომ ტყუილია, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფულს ხარჯავდნენ, იგივე ევროკავშირის ფულს ხარჯავდნენ საქართველოში რევოლუციური სიტუაციების შესაქმნელად. ჩვენ კონკრეტულ ქმედებებში ვდებთ ბრალს და ვუთითებთ, რომ ეს ფული არალეგიტიმურად გამოიყენებოდა საქართველოში, არც ერთი გამაბათებული მტკიცებულებება არ მოყავთ და უბრალოდ დეკლარირებას ახდენენ, რომ არა მოხსენით ეს ყადაღა. ეს რომ თქვან მოხსენით ყადაღა, მაშინ და თქვან, რომ ჩვენ ევროკავშირმა სიტყვაზე მივეცით 5, 10, 15 მილიონი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და 15 მილიონი დაიხარჯა ამისთვის და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული ქმედებებისთვის და არალეგიტიმური მოქმედებისთვის და შესაბამისად გააუქმეთ ეს ყადაღა. მაგრამ ასე არ აკეთებენ.